Heidelberg Cement წარმოგიდგენთ პროექტს Quarry Life Award. Heidelberg Cement-ის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე და მსოფლიოს მასშტაბით ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში შედის. როგორც ცემენტისა და ინერტული მასალების წამყვანი მწარმოებელი, Heidelberg Cement უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების მართვას წიაღისეულის მოპოვების დროს და მის შემდგომ პერიოდში. კომპანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე მოპოვების მეთოდებს და მოპოვების შემდგომ დაგეგმვას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ბუნებისთვის. ბიომრავალფეროვნების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა Heidelberg Cement-ისთვის. შესაბამისად, მსოფლიოს 1000-ზე მეტ კარიერზე კომპანია ხელს უწყობს უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. იმის გათვალისწინებით, რომ კვლევითი სამუშაოებით შესაძლებელია კარიერების ბიოლოგიური ღირებულების შესახებ ცოდნის გაღრმავება და ბიომრავალფეროვნების მართვისთვის პროექტების განხორციელება, 2011 წელს Heidelberg Cement-მა კონკურსი Quarry Life Award გამოაცხადა. Cement ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბოცანა და ვალდებულებაც არის, რომ გარემოზე ზემოქმედება დაიყვანოს მინიმუმამდე და მოპოვების დასრულების შემდეგ კარიერები დაუბრუნოს პირვანდელ პოზიციებს. ამ კონკურსის მეშვეობით ჩვენ მივეცეთ შესაძლებლობა სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებს, რომ გამოეთქვათ, მოეწოდებინათ თავიანთი იდეები, თუ როგორ შეიძლება უკეთესად განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ამ თუ იმ საბადოზე. სტანდარტები, რომელიც ჯგუფს აქვს, თანაბარია ყველა ქვეყნისათვის და სწორედ ამ სტანდარტების გამო დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს, არამედ ჩვენი წვლილი, ასევე სხვა მიმართულებითაც არის მნიშვნელოვანი, თუნდაც გარემოს დაცვის კუთხით. პროექტი საერთაშორისო ხასიათს ატარებს. მიმდინარეობს მსოფლიოს 18 ქვეყანაში და მიზნად ისახავს ახალი იდეების შერჩევას ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის. საქართველოში Heidelberg Cement-ის საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც განხორციელდა მსხვილი ინვესტიციები ცემენტის მწარმოებელ კომპანიებში, ქართულ ცემენტსა და საქცემენტში. 2008 წლიდან კომპანია ბეტონის ბიზნეს მიმართულებითაც ვითარდება. დღესდღეობით Heidelberg Cement-ის საქართველოში 3 ცემენტის და 3 ბეტონის ქარხანას მართავს. ცემენტი კასპისა და რუსთავის ქარხნებში იწარმოება. წარმოებისთვის საჭირო ნედლეული კი საქართველოში არსებულ კარიერებზე მოიპოვება. Მნიშვნელოვანი მშენებლობები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ხშირად ზიანს აყენებენ გარემოს. Heidelberg Cement-ი არის ძალიან სასიამოვნო გამონაკლისი, იმიტომ რომ მუშაობისას ის საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს ერთი მხრივ მინიმიზაციაში, შემცირებაში უარყოფითი გავლენის, რომელიც მისმა საქმიანობამ შეიძლება მოახდინოს და მეორე მხრივ ინვესტიცია დებს იმაში, რომ საზოგადოებრივი ეკოლოგიური განათლება, რომ საზოგადოებრიობის ყურადღება ეკოლოგიური პრობლემებისადმი გაიზარდოს. Quarry Life Award კონკურსის ფარგლებში დედოფლის წყაროს კირქვის, კავთისხევის კირქვის და გარდაბნის თიხის კარიერები შეირჩა. სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა ვებგვერდი Quarry Life Award G, რომელიც კონკურსით დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირების და შემდგომ მათი საპროექტო წინადადების ატვირთვის საშუალებას აძლევდა. საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გამოყენებული იყო სოციალური მედიის არხები. ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით მოეწყო შეხვედრები სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში. Quarry Life Award პროექტის კომუნიკაცია განხორციელდა ასევე 50-მდე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციაში ექსპერტების ჩართვის მიზნით. ეს პროექტი Quarry Life Award-ი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის საშუალებას აძლევს დამწყებებს, თუნდაც სტუდენტებს, თუნდაც ახალ კურსდამთავრებულებს, ან გნებავთ პროფესიონალებს, უკვე ჩამოყალიბებულებს, გამოავლინოთ თავიანთი ინოვაციური იდეები თუნდაც და ამით განახორციელონ საინტერესო პროექტები. პროექტი სისტემატიურად შუქდებოდა მედიის მხრიდან. ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა ცემენტის მომპოვებელ კარიერებზე ამ მიზნით კონკურსი ერთდროულად გარემოს დაცვის ახალი პროექტი დღეს გოგა ხაჩიძემ კომპანია Heidelberg Cement-თან ერთად წარადგა. მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ პროექტის წარდგენის ბოლობა და 2012 წლების ხელშეწყობა კარიერებზე. Это научно-образовательный конкурс. В феврале и марте 5 членов жюри будут выбирать лучшие проекты на тему защиты природы и добычи полезных. Конкурсმა Quarry Life Award სტუდენტებსა და მკვლევარებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
მსოფლიოს 18 ქვეყანაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით საქართველო გამოირჩევა. შედეგების მიხედვით საქართველოში Quarry Life Award G გვერდის უნიკალური მომხმარებლის რაოდენობამ 19304 შეადგინა. დარეგისტრირდა 215 მონაწილე და წარმოდგენილია 53 პროექტი. 2012 წლის 17 თებერვალს საპროექტო წინადადების მიღება შეწყდა და პროექტები განსახილველად ეროვნულ ჟიურის გადაეცა. შეფასების პროცესში ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა: პროექტის იდეის უნიკალურობა, იდეის კრეატიულობა, განხორციელებადობა და პრაქტიკულობა, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა. საქართველოდან ჟიურის წევრები არიან: ბატონი გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის მინისტრი, ბატონი აკაკი ჩხაიძე, ჰაიდელბერგ ცემენტის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, პროფესორი დავით თარხნიშვილი, ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი გიორგი ლებანიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ წარმომადგენელი, ბატონი თამაზ გამყრელიძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის წარმომადგენელი. 2012 წლის 5 მარტს ეროვნულმა ჟიურიმ 5 საუკეთესო წინადადება გამოავლინა. მსოფლიოს 4 კონტინენტიდან შემოსული 300 პროექტიდან 80 საბოლოო განხილვისთვის შეირჩა. ეროვნული ჯილდოები 1500, 3000 და 5000 ევროთი განისაზღვრება. სამ გლობალურ გამარჯვებულს კი გლობალური ჟიური 10000, 20000 და 30000 ევროთი აჯილდოვებს. საქართველოში შერჩეულმა 5 კონკურსანტმა შემდეგი პროექტები წარადგინა: შამილ შეთეკაური, ჰაიდელბერგ ცემენტის კარიერების ბიომრავალფეროვნების კვლევა და ფერადი ილუსტრირებული წიგნის შედგენა. ჩვენი პროექტის მიზანი არის საქართველოში ჰაიდელბერგ ცემენტის ობიექტების ბიომრავალფეროვნების მრავალმხრივი შესწავლა. იგი თვალისწინებს ფლორისა და ფაუნის ინვენტარიზაციას, თითოეული სახეობის ბიოეკოლოგიის შესწავლას და ფერადი ილუსტრირებული წიგნისა და მისი ელექტრონული ვერსიის შედგენას. ეკა მელიცკაური, ფრინველთა უნიკალურ ჰაბიტატებზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმში. სამუშაოების შედეგად შეიქმნა უნიკალური ჰაბიტატები, რომლებიც საკმაოდ ხელსაყრელი გარემო აღმოჩნდა ფრინველების საცხოვრებელი გარემოსთვის. ეს თიხნარი ბორცვია, ცალმხარეს ჩამოჭრილი, რომელიც საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს და საკმაოდ რბილი, იმისთვის, რომ ფრინველებმა გამოთხარონ და ბუდეები გაიკეთონ. პროექტის მიზანია მოვახდინოთ დაკვირვება კონკრეტულ სახეობებზე. მაია ახალკაცი, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საგანმანათლებლო პროგრამა, კირქვის საბადოს რეაბილიტაციის პროცესი. კავთისხევის კარიერი ჩვენ ამოვირჩიეთ, იმიტომ რომ აქ ხდება ამ კარიერის დახურვა და შემდეგ უნდა მოხდეს მისი აღდგენა. აღდგენა ხდება როგორც ბუნებრივი გზით, ასევე ხელოვნური. ბუნებრივი აღდგენა ჩვენი აზრით არის უფრო მომგებიანი, იმიტომ რომ არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს და ხდება აღდგენა ზუსტად იმ მცენარეულობის, რაც ბუნებრივად არის იმ ადგილზე გარშემო. ამიტომ ჩვენი ეს კარიერი ემსახურება სტუდენტებისთვის და ასევე შეიძლება მოსწავლეებისთვისაც გამოყენებული იქნას სადემონსტრაციო ნაკვეთებად, თუ როგორ ხდება ბუნებრივად აღდგენა აი ამ დეგრადირებული ტერიტორიების. თამას ჯიქია, ეროზირებულ ზედაპირზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, გაზრდა და ლანდშაფტის რესტავრაცია. პროექტი არის ზედაპირების რეკულტივაციაზე და მათი ბიომრავალფეროვნების აღდგენაზე. ამას ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა შევიმუშაოთ, რაც შეიძლება იაფი მეთოდი, რომ დახურვის შემდეგ მოხდეს ამ კარიერის რეკულტივაცია, რაც შეიძლება იაფად, სწრაფად, კარგად და ნაკლებად შრომატევადად. ნანული ხოსროშვილი, კარიერების ოაზისები. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ მიწის ამ მონაკვეთზე წარუმართოთ ნიადაგ წარმომქმნელი პროცესები და გავამრავლოთ, გავახაროთ როგორც ბალახოვანი მცენარეები მიწის ზედაპირზე, ასევე შევიტანოთ ხე და ბუჩქოვანი მცენარეები. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ბიოქოთნებს. ჩვენ გვაინტერესებდა სწორედ ამ მკაცრ პირობებში, რომელი მცენარე გამოდგებოდა და რომელი მცენარე იხარებდა. პროექტებზე დაკვირვებასა და მათ შეფასებაში საზოგადოების აქტიურად ჩართვის მიზნით, საიტზე Quarry Life Award G ხმის მიცემის სისტემა ამოქმედდა.
ახლა როდესაც ხელახლა იკრებს ასე ვთქვათ ძალას გარემოსდაცვითი პროექტები, სხვადასხვა მიმართულება, ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი იყოს დასავლური და იყოს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო რა სტანდარტებსაც იყენებს. ამ ხრივ არის ეს პროექტი, ეს კონკურსი მნიშვნელოვანი, ეს არის პრაქტიკულად პირველი პრეცედენტი, როდესაც ამ მასშტაბის კომპანია, როგორც არის Heidelberg Cement-ი, ახორციელებს მსგავს კონკურსს, ანუ გამოყენებული კარიერი როგორ გავხადოთ, ასე ვთქვათ, ისე როგორ მოაქციეთ ისე ბუნებრივ პირობებში. და ეს ხო იმდენად პრეცედენტული და იმდენად საინტერესო, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვის სამინისტრო თავიდანვე მხარს უჭერდით ამ პროექტს, ამ იდეას და აბსოლუტურად ბოლომდე ერთგულად პარტნიორები ვიყავით და მომავალშიც ასე იქნება. Quarry Life Award ეს არის უნიკალური შანსი გაიზარდოს საბადოს ეკოლოგიური და საგანმანათლებლო ღირებულებები. I would like to say greetings and congratulations to all contestants of Quarry Life Award in Georgia. On behalf of the international jury and on behalf of Heidelberg Cement, I want to thank each one of you for the time and efforts you have put into these contests. We enjoyed very much following the project news on the web and seeing the pictures of progress. All your projects are full of valuable information for our company and for nature. Your ideas will help us to improve the management of biodiversity during our activities and beyond. We are looking forward to implementing some of your ideas and share the ideas from one country to another. I wish you all the best for your future and please remember always, nature is the biggest winner. ბუნება გაიმარჯვებს.